ირანს ჰქონდა საზღვაო ბაზა, რომელიც რეჟიმის გადარჩენისთვის სასიცოცხლო და აუცილებელი იყო და ტრამპმა ის წამში გაანადგურა. კუნძულზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც გამოიყენებოდა ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, დაკვირვებისთვის, ავიაციისა და ოპერაციების უზრუნველყოფისთვის სპარსეთის ყურეში. ეს ქიშის ბაზა ფუნქციონირებდა როგორც ხიდი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, აეროპორტს, პორტსა და სანაპიროზე განაწილებულ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. ზუსტად იქ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა შეტევამ დაარტყა მტკივნეულ წერტილს 2026 წლის 13-დან 14 ივლისის ღამეს. ირანის ხელისუფლებამ და მედიამ განაცხადეს აფეთქებების შესახებ კუნძულზე, ხანძრის შესახებ პორტის ტერიტორიაზე და ჭურვის აფეთქების შესახებ წყლისა და ელექტროენერგიის კომპლექსის მახლობლად. პასუხისმგებელმა კომპანიამ ტექნიკური დაზიანებების შესახებ განაცხადა და გააფრთხილა, რომ დაგეგმილი გათიშვები გარდაუვალი იქნებოდა. ამავე დროს შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა 5 საათიანი მისია სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ტრამპმა სამხრეთ ირანის შემთხვევით არ აირჩია. ეს ირანის წინააღმდეგ ბლოკადაა. ანუ ვინც მათთან საქმეს გააკეთებს, ვერ გაივლის, ყველა დანარჩენი გაივლის. კარგი, ასე რომ ეს ბლოკადაა, ძალიან ძლიერი ბლოკადა. ბლოკადა უფრო ეფექტური იყო ვიდრე მათზე თავდასხმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კომბინაცია მუშაობს, ჯერაც შეთანხმების. მოილაპარაკებენ ისევ. დიახ, ვფიქრობ, შეთანხმება შესაძლებელია, ბატონო. ის ეტაპობრივად ანგრევს იმ ქსელს, რომელსაც თეირანი იყენებდა გემების დასაშინებლად, მარშრუტების დასახურად და ჰორმუზის სრუტის შანტაჟის იარაღად გადაქცევის მცდელობისას. ქიში ახლოს მდებარეობს ყურის მარშრუტებთან და აქვს აეროპორტი, პორტი, ენერგიის გამომუშავება და ინფრასტრუქტურა, რომელიც სამხედრო გადაადგილებებს უზრუნველყოფს. მისი მნიშვნელობა იმაში არ მდგომარეობს, რომ ირანის ყველაზე დიდი საზღვაო ბაზაა. ეს პოსტი ბანდარ აბასის კომპლექსს ეკუთვნის, მაგრამ ფუნქციონირებს როგორც კუნძულოვანი საყრდენი წერტილი მეთვალყურეობისა და ლოგისტიკისთვის. სადგურთან ახლოს განხორციელებულმა თავდასხმამ სწორედ ამ ობიექტს დაარტყა. სტაბილური ენერგიის, წყლისა და კომუნიკაციების გარეშე ნებისმიერი სამხედრო პოზიცია კარგავს ტემპს, მობილობას და ოპერაციების შენარჩუნების უნარს. ერთეულის კომპონენტები დაზიანდა და მოსახლეობა გააფრთხილეს დროებითი შეწყვეტების შესახებ. ეს უკვე აჩვენებს, რომ შეტევა მიაღწია ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სამოქალაქო ცხოვრებას, ასევე რეჟიმის სტრატეგიულ ყოფნას. ყველაზე მძიმე დარტყმა საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ასევე მოხდა ბანდარ აბასში, ირანის მთავარ საზღვაო ცენტრში. ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულმა და როიტერის მიერ გავრცელებულმა სურათებმა აჩვენა საზღვაო დრონის თავდასხმის შედეგი წყალქვეშა ნავებთან და გემების მოვლასთან დაკავშირებულ ობიექტზე. ქიშის კუნძულის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 ამერიკული ჭურვი მოხვდა კუნძულს, მათ შორის მთავარ წყლისა და ენერგიის კომპლექსთან ახლოს მდებარე ტერიტორიასაც. ინჟინრები აფასებენ ზიანს და დაგეგმილია დროებითი ელექტროენერგიის გათიშვები. ვაშინგტონისთვის თეირანი ამოწმევდა, რამდენად შეეძლო გემების გადაადგილების კონტროლი უშუალო პასუხის გარეშე. ჩვენ გავანადგურეთ მათი არმია, ძლიერად დავარტყით, ცოტა ხნის წინ შეთანხმება გქონდა, ყველაფერი მოგვარებული იყო. მერე მათ დაარღვიეს შეთანხმება, როგორც კი რაღაც აღმოაჩინეს, რაც არ მოეწონათ, ისინი სხვანაირად ფიქრობენ. და ამას არავითანთ, უბრალოდ წინ წავალთ, ფრესღამით მათ დავესხმებით თავს. მოსვოვთ მათ ყველა შესაძლებლობას, რაც კი რაიმე კავშირშია სრუტესთან, ჰორმუზის სრუტესთან. და ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერს კონტროლს დავაკარგვინებთ და რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან სულელურია, ძალიან უგუნურია და მათ ხალხი საშინლად აქვთ მოპყრობილი. მათ უკვე 52,000 მომიტინგე მოკლეს ამ დრომდე. რაც შევძელით დადგენა, შეიძლება ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყოს. მაგრამ 52,000 მომიტინგე მოკლეს და ეს მართლაც საშინელი სიტუაციაა. ჩვენ ძალიან სწრაფად ავიღებთ ამაზე კონტროლს. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული თავდასხმები კონცენტრირებული იყო სრუტესთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე, მაგრამ მან შეთანხმების შესაძლებლობა ღიად დატოვა. თავდაცვის მდივანმა პატ რაქსადმა კიდევ უფრო მკაცრად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანმა ცუდი არჩევანი გააკეთა და ეხლა ამისთვის გადაიხდის. თეირანმა ახალი მუქარებით უპასუხა და დაჟინებით განაცხადა, რომ არც ერთი მოლაპარაკება წინ არ წავა, თუ ვალდებულებები ორმხრივად არ შესრულდება. რაც უფრო მეტად უთყამს თეირანი ბაზებს, აეროპორტებს, თავდაცვის სისტემებსა და გემებს, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეკუთვნის, მით უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან ეს ქვეყნები შეერთებული შტატების სამხედრო დაცვაზე. რეგიონული გარემო თეირანისთვის უფრო მტრული გახდა. თქვენ ახლა ხან უთხარით კონგრესს, რომ ჩვენ დაუბრუნდით ომში. რამდენ ხანს ფიქრობ, რომ ამას დასჭირდება? და რა იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი? ომი სწრაფად ვითარდება.
ჩვენ დავამარცხეთ მათი არმია და ძლიერად დავარტყით. გუშინან გუშინ წინ შეთანხმება გქონდა. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ის მაშინვე დაარღვიეს, როგორც კი შეთანხმებაში რაღაც აღმოაჩინეს, რაც არ მოეწონათ. ისინი სხვანაირად ფიქრობენ და ამას არავითანთ. წინ გავაგრძელებთ, დღესღამით მათ დავესმებით თავს. ჩვენ ვანადგურებთ მათ ყველა შესაძლებლობას, რაც კი სრუტეს, ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, ჰორმუზი. გონია რომ ბოლოს ამ ყველაფერზე კონტროლს დავკარგავთ. და რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან სულელურია, ძალიან უგუნურია და მათ ხალხს საშინლად მოექცნენ. მათ უკვე 52000 მომიტინგე მოკლეს ამ დრომდე, რაც ჩვენ შევძელით დადგენა. შეიძლება ეს რისკი კიდევ უფრო მეტი იყოს, მაგრამ 52000 მომიტინგე მოკლეს და ეს ნამდვილად საშინელი სიტუაციაა. მაგრამ ჩვენ სიტუაციას გავაკონტროლებთ. მათი დაშინების მცდელობებმა მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაზარდა. ირანის მოკავშირე ძალა იემენში ასევე ახალ არეულობაში შევიდა. საუდის არაბეთმა სანაას აეროპორტზე იერიში მიიტანა, რათა შეეჩერებინა ირანული თვითმფრინავის ჩამოსვლა, რომელიც ჰუთებთან დაკავშირებულ დელეგაციას უნდა გადაეყვანა. ჯგუფმა პასუხად საუდის არაბეთის ტერიტორიაზე რაკეტები და დრონები გაუშვა, რითაც წლების შედარებითი სიმშვიდე დაარღვია. ეს ახალი დაპირისპირება ზეწოლას ახდენს თეირანთან დაახლოებულ ერთ-ერთ ბოლო შეიარაღებულ ძალაზე, რომელიც ირანის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ირანს თავისი კუნძულების, რადარების, პორტებისა და ბაზების დაცვა სჭირდება, ის ასევე ხედავს, როგორ უპირისპირდებიან ჰუთები კვლავ საუდის არაბეთს. ომის გაფართოების მცდელობა ვაშინგტონზე ზეწოლის მიზნით შეიძლება კიდევ ერთ ფრონტს გაუხსნას თეირანს, რომლის უსაფრთხოდ შენარჩუნებისთვის რესურსები არ გააჩნია. სწორედ აქ ბრუნდება კარღის კუნძული ზეწოლის ცენტრში. ტრამპმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ მისი პრეფერენცია იქნებოდა კუნძულის დაკავება, რომელიც ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს უზრუნველყოფდა. შეერთებულმა შტატებმა წინა თვეებში კარღზე სამხედრო ობიექტებს შეუტია, მაგრამ ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებას თავი აარიდა. გათვლა ნათელია. შეინარჩუნონ მუქარა რეჟიმის ყველაზე დიდ საექსპორტო პუნქტზე ისე, რომ დაუყოვნებლივ არ გამოიწვიონ იმ ენერგიის წყაროს განადგურება, რომელიც საერთაშორისო ბაზრებს ამარაგებს. მიწის ოკუპაცია გააფართოვებდა ომს და ამერიკელ სამხედროებს მუდმივ საფრთხეში ჩააყენებდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ტრამპი ამ ვარიანტს მაგიდაზე ტოვებს, ზრდის ზეწოლას თეირანზე. კიში სამხრეთში სამხედრო მხარდაჭერას წარმოადგენს. ბანდარ აბასი არის საზღვაო ძალების მთავარი ცენტრი. კარგი ნავთობის შემოსავლის წყაროა. ტრამპმა ასევე აღადგინა ბლოკადა ირანის პორტებზე. ამიტომ ეს სურათები, როგორც ამბობენ, ირანში თემფუშია გადაღებული. ნახეთ რა მასშტაბისაა ეს აფეთქება. სრულიად გიგანტურია. ფიქრობ მინიმუმ ეს არის 5000 ფუნტის შემხცევი ბომბი, რომელიც ჩამოაგდეს. ეს მეორადი აფეთქებები რამდენიმე რამეს მეუბნება. სავარაუდოდ, ეს არის საბრძოლო მასალის საწყობი, შაჰედის დრონების საწყობი, ბალისტიკური რაკეტების საწყობი, სადაც შესაძლოა სარაკეტო საწვავი დაიცვა. დიჟური აფეთქება, რომელიც ასობით კილომეტრის დაშორებიდანაც კი ჩანს და საწყობებს მთლიანად არქევს. ირანის რევოლუციური გვარდიის რაკეტების საწყობები. და ეს კადრებიც ასევე ბოლო წუთის სიახლეა CENTCOM-დან, რომლებიც აბსოლუტურად ანადგურებენ ირანს. ირანის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ყოველგვარი თავშეკავების გარეშე მოქმედებენ. გაიხსენეთ, ეს უზარმაზარი ქვეყანაა. ტეხასზე 2.5-ჯერ დიდი, ასე რომ ირანის განადგურებას დრო დასჭირდება. ასე რომ ეს აქ, როგორც ჩანს, სარაკეტო საწვავია, რომელიც იწვის. შეგიძლიათ დაინახოთ ეს მეორეული აფეთქებების კვამლი, რომლებიც ინთება და ფაქტობრივად არყევს მთელ ირანს. შეღწევადი ბომბები შედიან და უთყამენ. შემდეგ მან უარი თქვა წინადადებაზე, რომ 20%-იანი გადასახადი დაეწესებინა ტვირთებზე, რომლებიც სრუტეს გადაკვეთდნენ და გამოაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების შეთანხმებებს ეძებდა. სულილებამ შეტევა არ დაასრულა. ირანთან დაკავშირებული გემები კვლავ ბლოკადის ქვეშ არიან, მაშინ როცა ამერიკული ძალები რეგიონში 50000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ინარჩუნებენ. ირანის რეჟიმს ახლა არჩევანის გაკეთება უწევს. გააგრძელოს საზღვაო მოძრაობაზე თავდასხმები და დაკარგოს კიდევ მეტი რადარი, ნავი, საწყობი და სანაპირო პოზიცია. ან დათანხმდეს მოლაპარაკებას იმ კონტროლის გარეშე, რომლის დაწესებასაც ჰორმუზზე ცდილობდა. თითოეული ახალი ღამე თავდასხმებით ამცირებს თეირანის მანევრის შესაძლებლობას და ომს უახლოვებს იმ წერტილებს, რომლებიც მის სამხედრო და ეკონომიკურ ძალას ამაგრებს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ. ჩვენი მიზანია, რომ თქვენთვის სიმართლე მივაწოდოთ. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.